საღამო მშვიდობის მეგობრებო, მოგესალმებით და მოგიკითხავთ ყველას დიდი სიყვარულით. აი ძვლებს მოვედით თქვენამდე და მოპატიეთ ჩემო ძვირფასებო. აი უცებ რაღაც დრო და მოვედი თქვენთან. მოვედი ესეთი საჯარო თემით. მოდი ჩაიფიქრეთ პარტნიორი და გავარკვიოთ ახლა. თუ კი ამ წუთას თქვენ შორის არაფერი არ ხდება, თუ კი გაურკვევლობა გაქვთ, თუ კი ვერ გაგიგიათ ზოგადად რა ხდება და რას უნდა ელოდოთ მისგან. მოდი ახლა რადგან ახალი წელი გვიახლოვდება, ჩემო ძვირფასებო. აბა ვკითხოთ ჩვენს პარტნიორს, თუ მოგვილოცავს ახალ წელს. თუ მოგვილოცავს ახალ წელს, ჩაფიქრებული ადამიანი, ვინც გინდათ ის ჩაიფიქრეთ მეგობრებო. თუ მოგილოცავთ ახალ წელს, ჩაფიქრებული ადამიანი. კონფლიქტი ძალიან გაავებულია, თქვენთვის ჩაფიქრებული ადამიანი, ძალიან გაუბედურებულია, ძალიან ცუდადა. ამ ადამიანმა შანსი ვერ გამოიყენა თავის დროზე. ამის გამო ძალიან ცუდადა, ძალიან ბევრი დაბრკოლებები აქვს ახლა მას ცხოვრებაში. კონფლიქტური სიტუაციები აქვს ამ ადამიანს. ეს ადამიანი რაღაცნაირად გაუცხოებულია, მეგობრებო. თითქოს ამბობს, რომ პატივმოყვარეობა შემელახაო. თუ მოგილოცავთ ახალ წელს. ბალანსი. ძალიან უნდა რომ ბალანსში მოიყვანოს საკუთარი თავი. ამ ადამიანს მეგობრებო, თქვენს მიმართ როგორც ჩანს იყო დრო და ქონდა მხოლოდ რომანტიული ინტერესები. ეს რომანტიული ინტერესები მან დაკარგა. დანაკარგიში ხართ, დანაკლისში ხართ. მოგილოცავთ კი, აუცილებლად მოგილოცავთ. ყოველ შემთხვევაში მას სურვილი აქვს ამის. მეგობრებო. კი, მაგრამ აი თქვენ აღარ გინდათ. თუ მოგილოცავთ რა, უკვე თქვენ აღარ მიიღებთ. თუ თქვენ აღარ ღებულობთ, ფიქრობს ისე. ფიქრობს. რამდენად ეცდება. ოხ, რა ცუდათაა, მეგობრებო. რა ცუდათაა, მაგრამ კიდევ ეცდება. ნახეთ რა წერია? კიდევ ეცდება. კიდევ ცთიო ამბობს. მეგობრებო, კიდევ ცთიო ამბობს. მოდი ვკითხოთ ახლა, რამდენად იქნება სანდო ეს ადამიანი? რამდენად იქნება სანდო? რამდენად უნდა ენდოთ? აი, ამ ადამიანს უნდა რომ სიტუაცია შეცვალოს. კი, კონფლიქტური სიტუაცია მოაგვაროს, მაგრამ აი რანაირად უნდა არ ვიცი, მეგობრებო. მოლაპარაკებით. ძალიან ნერვიულობს. ეხლა ზის და ფიქრობს თუ როგორ მოვიდეს თქვენამდე. აი თავისი წასული გადადგმული ნაბიჯებიდან თქვენამდე როგორ მოვიდეს, როგორ დაბრუნდეს, როგორ მოგიახლოდეთ. აი სიტუაცია როგორ შეცვალოს. ამის გამო ძალიან ნერვიულობს. უნდა რომ მოგელაპარაკოთ. ზოგ შეიძლება მოლაპარაკებებით ზოგიერთებთან მოვიდეს. ზოგიერთებთან შეიძლება გაურკვეველი სიტუაციით მოგილოცოთ, მეგობრებო. მოგილოცავთ კი, მაგრამ რაღაც გაურკვევლად. როგორ მოგილოცავთ? ხო, ზოგიერთებთან კი, მეგობრებო, ნახეთ სამართლიანობა. კი, მეგობრებო, კი, ეს ადამიანი ძალიან ეცდება. ხო, გეუბნებით, ზოგთან კამათით მოვა, ზოგთან პრეტენზიებით მოვა, ზოგთან გაურკვევლობით მოვა, მაგრამ მოვა ბალანსისთვის, მოვა სიახლებით, მოვა ახალისთვის დასაწყებად, მოვა სურვილების ასასრულებლად, ოცნებების ასასრულებლად. კი, ბატონო. კი, ამისთვის მოდის. მოდი ვკითხოთ ახლა დასტას. თქვენ რა უნდა გააკეთოთ? აი ეს ადამიანი რომ გამოჩნდება და მოგილოცავთ ახალ წელს. თქვენ რა უნდა გააკეთოთ, მეგობრებო? თქვენ რა უნდა გააკეთოთ? თქვენ რა უნდა გააკეთოთ? ფრთხილად უნდა იყოთ. სიფრთხილე გამოიჩინეთ და კარგად დააკვირდით ამ ადამიანს. რომ მოდის, როგორ მოდის, რისთვის მოდის და რა მიზნებისთვის მოდის. ხო, კარგად დააკვირდით, მეგობრებო. არ უნდა დათანხმდეთ ნაკლებს, უნდა დათანხმდეთ სრულყოფილებაზე, აღიარებაზე, მიღებაზე. როგორ მიგიღებთ ეს ადამიანი, რა მიღებებით მიდის და რა აღიარებებით მოდის. ხო, არა, რა აღიარებებით მოდის. რა სრულყოფილებისთვის მოდის, მხოლოდ საკუთარი ინტერესებისთვის ხო არ მოდით. კარგად დააკვირდით, მეგობრებო. ხო, თუმცა მოდის სიყვარულისთვის. კი, დასვენებისთვის. იმიტომ მოდის რომ ეცუდათაა. თვითონ არის ცუდად. კოშკი აქ მეგობრებო, ნგრევებშია უთქვენოთ, ეს ადამიანი ნგრევებშია. თქვენთან როდესაც არის, თქვენი სიყვარული როდესაც აქვს, მეგობრებო, ხო? კარგად გრძნობს თავს, დასვენებულია, მოსვენებულია.
ძალიან კარგად მისდის საქმეები ამ ადამიანს. ხო, ამიტომ კარგად დააკვირდით. რამდენად ღირს ამ ადამიანის მიღება სამყარო რას გეტყვით? ადამიანმა, რომელმაც შანსი ვერ გამოიყენა თავის დროზე. ადამიანი, რომელმაც ძალიან ბევრი პრობლემები შეგიქმნათ და მისთვისაც შეიქმნა ცხოვრებაში, მეგობრებო. ხო, კიდევ ადამიანი, რომელიც უკვე მოჯაჭვულია თქვენთან, გაუბედურებულია და არ შემდგარი ურთიერთობაა და ადამიანმა, რომელმაც ყველაფერი დაკარგა. რისთვის? თუ ასანდო. ეს ადამიანი აუცილებლად მოძებნის ახალ ალიანსებს, ახალ გზებს და აუცილებლად დაბრუნდება, მეგობრებო. სამყარო აბრუნებს ამ ადამიანს კი. მოულოდნელ საჩუქარს გიგზავნით, მოკლედ სამყარო მეგობრებო. ამ მოულოდნელ საჩუქარს თქვენ თუ გინდათ აიღებთ, თუ გინდათ არ აიღებთ. ხო, აი არ აიღებთ. ვისაც უნდა აიღებს, ვისაც უნდა არ აიღებს. ხო, აი ბევრი ესე მოკესტავს, რო იტყვიან, მოჭრის კი. იმიტომ რომ ძალიან ბევრი ტკივილი გახსოვთ მეგობრებო. კი. ვინც არ აიღე. აჰა. მეგობრებო, და მაინც, ბოლო, და მაინც, როგორ უნდა მოიქცეს ჩემი მაყურებელი, ჩემი მსმენელი, თავის პარტნიორთან როგორ უნდა მოიქცეს. როგორ უნდა მოიქცეთ, მეგობრებო. ძალიან ბევრი ნერვიულობა გაქვთ გადატანილი, ძალიან ბევრი. უპასუხისმგებლობა, ანუ ბევრი პასუხისმგებლობას დააიგნორებს. ბევრი ფიქრობს, რომ ტყუილი, კი, მომატყუა და არეულ-დარეულობა გაქვთ, მეგობრებო. როგორ უნდა მოიქცეს ჩემი მაყურებელი, მსმენელი, როგორ უნდა მოიქცეთ თქვენ, მეგობრებო. თქვენს პოზიციაზე დარჩით. არაფერი არ გააკეთოთ, თავი არ მოიტყუოთ, თქვენს პოზიციაზე უნდა დარჩეთ ამ ეტაპზე, ჩემო მეგობრებო. დანარჩენი მიანდეთ უფალს, ხო, დამალვა. ხო, ანუ იგნორი მეგობრებო. უნდა მიცეთ იგნორი. იყავით თქვენთვის ასე მშვიდად გაწონასწორებული, არაფერი არ გააკეთოთ. დამკვირვებლის როლი მოერგეთ და იყავით თქვენთვის, ჩემო მეგობრებო და კარგად დააკვირდით ადამიანს, რომელიც დაბრუნდება და მოგილოცავთ ახალ წელს. დააკვირდით კარგად, თუ როგორ მოიქცევა ამ შემთხვევაში, ჩემო ძვირფასებო. მე კიდევ გელოდებით კომენტარებში, მადლობა ყველას.